ტაივანის თავდაცვის სამინისტრო 27-დან 29 იანვრის ჩათვლით საბრძოლო მზადყოფნის სწავლებების სერიას ატარებს. წვრთნების მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პოტენციურ საფრთხეებზე სამხედროების სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებაა. ტაივანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ტაიჩუნში არმიის ქვედანაყოფებმა ანტისადესანტო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება მიზნად ისახავდა მტრის მოულოდნელი შემოჭრის მოგერიებას და სწრაფი რეაგირების მექანიზმების გამოცდას. წვრთნების დროს მოხდა მოულოდნელი თავდასხმების სიმულაცია, სადაც აქცენტი რეალურ საბრძოლო პირობებში ერთობლივ ოპერაციებზე გაკეთდა. საჰაერო თავდაცვის ძალების საფარქვეშ სახმელეთო ქვედანაყოფებმა მტრის იმიტირებული იერიში მოიგერიეს. პროცესში გამოყენებული იყო დრონებით დაზვერვა, სახმელეთო ტექნიკა და საზენიტო სარაკეტო სისტემები. სწავლებამ გადაამოწმა მაღალ მზადყოფნაში მყოფი ჯარების კოორდინაცია, სისწრაფე და საბრძოლო ეფექტურობა. სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ სცენარმა ხაზი გაუსვა არმიის მზარდ შესაძლებლობებს, რაც ახალი სისტემების ფრონტისპირა დანაყოფებში ინტეგრირებით არის განპირობებული. დღეს ჩვენს წინაშე მყოფი მტრისგან მომდინარე საფრთხეები აშკარად უფრო სერიოზულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი სამხედრო გაძლიერება და მზადყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაგვიჭირდება. ჩვენი სამხედრო წვრთნების ინტენსივობა ძალიან მაღალია. უწყვეტად ვარჯიშობთ რეალური ბრძოლის იმიტირებულ სცენარებში. ეს საშუალებას გვაძლევს მისიების შეუფერხებლად და საიმედოდ შევასრულოთ. ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებშიც კი. წვრთნები ასევე მოიცავდა შორმაძიძე ზუსტი საბრძოლო მხარდაჭერის მისიას ჰაიმარსის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით. ტაივანმა ბოლო წლებში სამხედრო წვრთნები განსაკუთრებით გაახშირა ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე. პეკინი თვითმმართველ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დასაკავებლად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.